მთავრობის განკარგულების მიხედვით 23 მუნიციპალიტეტში ახალი სტადიონების აშენება იგეგმება. მთავრობის ამ განკარგულებას ხელს აწერს ირაკლი კობახიძე. ბუნებრივია სამუშაოები დაიწყება მას შემდეგ, რაც ტენდერები დასრულდება და კონკრეტული კომპანიები იქნება გამოვლენილი, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებენ აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად. საქართველოს ბიუჯეტს ახალი სტადიონების აშენება 100 მილიონ ლარზე მეტი უჯდება. ეს არის დაახლოებითი ციფრი ტენდერების ჯამი რომ ავიღოთ, სწორედ ამ თანხას შეადგენს. კორუფციის მკვლევარები ფიქრობენ, რომ აღნიშნული განკარგულება აჩენს კითხვებს, ვინაიდან ეს თარიღები ზუსტად ემთხვევა წინასაარჩევნო თარიღებს. შესაბამისად, ისინი ფიქრობენ, რომ ადგილი აქვს ქართული ოცნების მხრიდან წინასაარჩევნო ამომრჩევლის მოსყიდვას. ასევე ექსპერტები ამბობენ იმასაც, რომ კონკრეტულ 23 მუნიციპალიტეტში, სადაც ახალი სტადიონების აშენება იგეგმება, ამ მუნიციპალიტეტებში ხალხის სხვა საჭიროებები დგას, უფრო მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც მოსაგვარებელია და თუმცა მიუხედავად ამისა, ქართულ ოცნებამ საჭიროებები და პრიორიტეტები ხალხის არ გაითვალისწინა და კვლავ მათ სურვილებზე უარი თქვა. სამაგიეროდ კი აშენებს ახალ სტადიონებს, რომელიც საქართველოს ბიუჯეტს დაახლოებით 100 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდება. ეს შესყიდვა პირდაპირ მორგებულია მათ საარჩევნო გრაფიკზე. მაშინ, როდესაც მთავრობას შეეძლო აღნიშნული განკარგულება, რაც ეხლა გამოსცა, გამოეცა მაგალითად იანვრის თვეში და აპრილის მერე, როდესაც უკვე კარგი ამინდები არის და არანაირი უხვინალი კი არ არის, აქტიური სამუშაოები დაეწყო. ქართული ოცნება მაშინაც კი, როდესაც ფაქტობრივად ოპოზიცია არ მონაწილეობს არჩევნებში, მაშინაც კი ვერ ეშვება მის ბუნებრივ, ასე ვთქვათ, მოთხოვნილებას, რომ რაღაცა უნდა მოიპაროს ბიუჯეტიდან, რაღაცა უნდა გამოიყენოს ბიუჯეტიდან მისი პარტიის სასარგებლოდ. ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ოღონდ ფინანსურად. არის სოფლები, რომელსაც საერთოდ წყალი არ აქვს და იმ სოფელს უშენებენ სტადიონს. ხო, რა თქმა უნდა, პრიორიტეტები არის ძალიან მნიშვნელოვანი. ადამიანს ჯერ უნდა ჰქონდეს წყალი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და შემდეგ უნდა ჰქონდეს სტადიონი. ტრადიცია გრძელდება, როგორც წესი, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი ემთხვევა ხოლმე წინასაარჩევნო პერიოდს. თუმცა ამის საჭიროება რამდენად არის, ეს არავინ არ იცის. როცა ვამბობთ თვითმმართველობის არჩევნები, ჩვენ ვიცით, რომ ეს თვითმმართველობა არასოდეს არ არის დამოუკიდებელი, მათ არავინ არასოდეს არ შეეკითხება, მით უფრო, როდესაც ამ ბიუჯეტის გახარჯვა ხდება წლის ბოლოს და ყველაზე უარეს შემთხვევაში 2026 წლის ბიუჯეტში ახდენს ხელისუფლება ხელების ფათურს. ამიტომ ეს ყველაფერი ემსახურება ირიბად ამორჩევლის მოსყიდვას და დროა უკვე საზოგადოებად შეეგუოს, რომ ნებისმიერი არამიზნობრივი ხარჯვა არის კორუფციის ნაირსახეობა. ექსპერტები არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ ქართულ ოცნებას და ისინი ამბობენ, რომ უკეთესი იქნება მსგავსი მილიონობით ლარი დაიხარჯოს იმ ადამიანების დასახმარებლად, ვისაც ყველაზე მეტად ეს რეგიონებში განსაკუთრებით სჭირდება.